Formula 1 სეზონი დღე-დღეზე დაიწყება. 2026 წელს ტექნიკურ რეგლამენტში დიდი ცვლილებები გვაქვს და ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით პრაქტიკაში როგორ იმუშავებს, თუმცა შეგვიძლია იმ ძირითად სიახლეებს გადავავლოთ თვალი, რაც წელს დაინერგება. ბოლიდების სიგანე 100 მმ-ით, ხოლო თვლების ბაზა 200 მმ-ით მცირდება. მცირდება ასევე ფრთების ზომა და იცვლება მათი კონფიგურაცია. ბოლიდების ძირზე უქმდება ვენტურის გვირაბები და შესაბამისად აღარც გრაუნდ ეფექტი გვექნება. მცირდება საბურავების ზომაც და შესაბამისად წონაც, თუმცა ძალაში რჩება დისკის დიამეტრი 18 ინჩი. ჯამში ბოლიდების წონა შარშანდელთან შედარებით თითქმის 30 კილოგრამით დაიკლებს და გახდება 768 კილო. ეს ცვლილებები ერთობლიობაში გამოიწვევს ბოლიდებზე მოჭიდების შემცირებას დაახლოებით 30%-ით. თუმცა ამასთან ერთად დაიკლებს მათი აეროდინამიკული წინააღმდეგობა, რაც უფრო სწრაფ აჩქარებებს შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს ძალური დანადგარის, ანუ შიდაწვის ძრავის და ჰიბრიდული სისტემის მხრივ. უქმდება MGU-H კომპონენტი, ანუ ტურბინიდან წამოსული სითბური ენერგიის ელექტროენერგიად გარდამქმნელი. შიდაწვის ძრავი იგივე რჩება 1.6 მოცულობის ტურბო ძრავი, მაგრამ მისი სიმძლავრე მცირდება 400 კილოვატამდე. სამაგიეროდ მნიშვნელოვნად იზრდება ელექტროძრავის სიმძლავრე 350 კილოვატამდე და იზრდება ასევე MGU-K-ის, ანუ კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის როლი, რომელიც სრულად დატენის გაზრდილი ელექტროძრავის ელემენტს. ძალური დანადგარის საერთო სიმძლავრე 750 კილოვატი, ანუ 1000 ცხენზე მეტი იქნება და დაახლოებით 50-50-ზე პროპორციით გადანაწილდება შიდა და ელექტროძრავ შორის. ასევე Formula 1 გადადის 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა საწვავის გამოყენებაზე და მისი ლიმიტი რბოლაზე მცირდება დაახლოებით 110 კილოგრამიდან 70 კილოგრამამდე. 2026 წელს გვექნება აქტიური აეროდინამიკა. თუ შარშან DRS-ის სისტემით მხოლოდ უკანა ფრთა იხსნებოდა, წლევანდელი რეგლამენტით გაიხსნება წინაც და უკანა ფრთაც. შესაბამისად გვექნება ფრთების ორი მდგომარეობა: Z mode დახურული ფრთები მოსახვევებისთვის და X mode გახსნილი ფრთების სწორი მონაკვეთებისთვის. აქტიური ფრთები ერთი შეხედვით DRS-ის შემცვლელია, რადგან მექანიკურად გავს მას, მაგრამ შინაარსით განსხვავდება. DRS-ი გასწრების დამხმარე სისტემა იყო და მხოლოდ კონკრეტულ პირობებში მუშაობდა, ხოლო აქტიური ფრთების გამოყენება ყველა პილოტს შეეძლება შეზღუდვის გარეშე და აქ მთავარი მიზანი აჩქარების დროს ენერგიის მოხმარების შემცირებაა. ენერგიის სამართავად 2026 წელს პილოტებს ექნებათ 3 რეჟიმი. ბუსტის რეჟიმი. პილოტი დაგროვებულ ენერგიას იყენებს ტრასის ნებისმიერ მონაკვეთზე, ნებისმიერ დროს, აჩქარებისთვის, გასწრებისთვის თუ თავდაცვისთვის. გასწრების რეჟიმი პრაქტიკულად ანაცვლებს ძველი DRS-ის სისტემას. ეს არის დამატებითი სიმძლავრე დაახლოებით 70 ცხენის ძალის ტოლფასი. ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ მდევარი პილოტისთვის, როცა წინ მიმავალთან 1 წამზე ნაკლებ დისტანციაზეა და მისი გამოყენება შესაძლებელია ტრასის ნებისმიერ მონაკვეთზე. ენერგიის დაგროვების რეჟიმი. ეს არის ბატარეის შევსების პროცესი, როცა დამუხრუჭების დროს ან სწორ მონაკვეთზე აქსელერატორიდან ფეხის შედარებით ადრე აღების დროს პილოტი ავსებს ბატარეას ენერგიით. 2026 წელს ენერგიის მართვა ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. პრაქტიკაში რა და როგორ იმუშავებს, ამას უახლოესი რბოლები გვიჩვენებს. ჩვენ მოკლე დროით გემშვიდობებით, დროებით.